აბა რა სიტყვით? ცოდებინა არა. თანაც კარგადაა გარემონტებული, თუმცა ცოტა პატარაა და ძვირია. ერთი საძინებელი აქვს მხოლოდ და ჩვენ ორი მაინც გვჭირდება. უპირატესობა ის აქვს, რომ მეტროდან 100 მეტრშია და ავტობუსის გაჩერებაც ახლოსაა. ასევე ის მომეწონა, რომ მაღაზიები და აფთიაქიც აქვეა. ცოტა ის არ მომწონს, რომ სტუდიოა. მირჩევნია, რომ სამზარეულო ცალკე იყოს. მოკლედ ნახოთ კიდევ სხვა ვარიანტები. აუ, რა კარგი სკვერია. აი ესეც სახლი. ძალიან ძველი და ლამაზია, თან კომფორტული და მყუდროა. აუ, როგორ მიყვარს იტალიური ეზოები. მყუდროა. მომწონს მეზობლები რომ იცნობენ ერთმანეთს. აბა ამ კორპუსებში არავინ არავის არ იცნობს. ეს შემოსასვლელია. პირდაპირ პატარა საპერფარეშო ოთახია. საპერფარეშო და აბაზანა ერთადა. აქეთ პატარა სამზარეულოა. პატარაა, მაგრამ პრინციპში ყველაფერი ეტევა. გასქურა, მაცივარი, მაგიდა და 4 სკამი. კარადაც დიდია. ნახეთ როგორი ძველი და ლამაზია. ესეც ონკანი. და ის სარეცხი მანქანაც. აქ საკმარისი ადგილია საჭმლის გასაკეთებლად. ხოდა ეს მთავარია ბინა კონდიციონერითაა. ლამაზი ჭაღია. ძალიან მომწონს. მე ძალიან მომწონს, რომ მაღალი ჭაღია. ესეც მისაღები ოთახი. სამწუხაროდ ამით აქვს ფანჯრები არ აქვს. აქ გვაქვს დიდი მაგიდა, სავარძლები, დივანი. ტელევიზორსაც ტოვებს ბინის მფლობელი. ამ ბინას აქვს 2 საძინებელი. თქვენ ხომ 2 საძინებელი გჭირდებათ? კი, სასურველია 2 საძინებელი ჰქონდეს ბინას. ნახეთ როგორი ძველი და ხარისხიანი საწოლებია. აქეთ მოგზანდით? ესეც მეორე საძინებელი. და ეს საწერი მაგიდაც ანტიკვარია. და აივანი არ აქვს ბინას? არა, აქეთ ამ მხარეს სამწუხაროდ არ აქვს. თუმცა შიდა ეზოს მხარეს პრაქტიკულად აივანი გაქვთ. შვენიერი. საძინებელი ცოტა ვიწროა, მაგრამ ნათელი და მყუდროა. გონია ეს ბინა მერჩევნია.